მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულღმის მადლობებს, რომ გამოწერილ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობს და პირველად არის, გაგესალმებით, მე ვარ კატა. გუშინ გავაკეთე ესეთი თხოვნა, რომ დაგეწერათ რა გაშლები გინდათ რომ გამეკეთებინა, რომ თქვენთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო საყურებლად და ინფორმაციაც მიგეყოთ, ხო? და შემოვიდა გამოვწერე სპეციალურად რა ინტერესი ჰქონდათ ადამიანებს და მოდით ერთ-ერთი ესეთი იყო გაშალოთ 80 წლამდე ქვრივებზეო. და ხა შეიძლება გავაკეთოთ ეს გაშლა და ვფიქრობდი რომ აი რა შეიძლება და გამეკეთებინა ამ გაშლასთან მიმართებაში და ვფიქრობ რომ ალბათ უახლოეს პერიოდში როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, ხო? აი რა სიახლეები შემოვა. ეს იქნება ყველაზე ისეთი საინტერესო ალბათ. ხო, ესე რო ვთქვათ. ასე რომ გავითვალისწინებ ამ ქალბატონის თხოვნას და ნახოთ რას გვეტყვის ტაროს არკანები. რა შემოვა. ნახოთ, ჯერ რაღაც აშკარად ეჩქარება არკანებს საუბარი. ნახოთ, პირველ რიგში ვისთვის არის გასვლა, რომ უფრო მიხვდეთ გეკუთვნით თუ არა თქვენ. კონკრეტულად ის ითხოვა თუნდაც. და ნახოთ ვინ ხარ თქვენ, როგორ დაგახასიათებთ არკანები? მოდით ესე დავიწყოთ. ვინ ხართ, აქ უფრო თქვენს მდგომარეობას აჩვენებს. ამ ეტაპზე ადამიანს აქვს რაღაცა, მე ვიტყვენ, ამოუთქმელი მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ვერ ამბობს, ხო, აი, როდესაც გვინდა, მაგრამ აი ეს თქმაც შეიძლება აზრიც არ ქონდეს ამაზე ლაპარაკს, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი მოდის აქ. ადამიანს ახლა ესე ვიტყოდი, აქვს თავისი განსაკუთრებით, როგორც ჩანს, ოჯახთან მიმართებაში, ხო? თავისი ამოუთქმელი ემოციები, რომელსაც ცოტა რთულია ესე ყველას და ყველას გაუზიარა. სიტუაცია, რასაც მაჩვენებს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ, შეიძლება აქ განაწყენებაც იყოს, შესაძლებელია ტკივილიც იყოს, ხო, ოჯახთან მიმართებაში, როდესაც ადამიანი თქვა დებს ყველანაირ რესურსს შიგნით და სამწუხაროდ შეიძლება სათანადოდ ვერ იღებს ზუსტად იგივე ენერგიას და ემოციას. ვინ ხარ თქვენ? ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა. ეს არ იყო მარტივი, ეს არ იყო ადვილი გზა, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ჩამქრალი ლამპიონებით იყო, ხო? ანუ სინათლე არ საიდან რო არ ჩანს და სადღაც სიბნელეში შედიხარ და აი ამ სიბნელის გავლა არ არის ადვილი, იმიტომ რომ არ იცი სად მიდიხარ, რას აკეთებ. საკმაოდ ემოციური მდგომარეობა, როდესაც მარტოს გიწევს, შეიძლება ითქვას, ამ გზის გავლა. გზა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ, აი ამ გზაზე ბევრი არასწორი ადამიანი შეიძლება შეგხვედროდათ. ბევრი ენები, ბევრი ისეთი სპეციალურად შექმნილი შეფერხებები. თითქოს
აი როგორი მომენტია იცით, აი რომ მიდიხარ წინ, ცდილობ რომ გაარღვიო სიგნალე, მაგრამ შენ სიგნალეში თითქოს გრძნობ რომ უკან რაღაცა მოყვება, რომელიც ცდილობს რომ სადღაც შენს მიზანს აგაცილოს, ცდილობს რომ სადღაც შიში ჩანერგოს, ეჭვი შეგატანინოს შენს ძალაში, შენს ენერგიაში, შენს მიზნებში, შენს წამოწყებაში ხო რაღაცა ოცნებებში შეიძლება ითქვას. ვინ ხართ? საკმაოდ დიდი ტვირთის მატარებელი ადამიანი, რომელმაც ხო გეუბნებთ, აი ძალიან დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ მოსულიყო დღევანდელ დღემდე. ადამიანმა აიღო თითქმის კი არა და ყველა პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ოჯახურ სიტუაციაში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნახეთ 10 პენტაკლები ეს არის არკანი, როდესაც ოჯახი არის არა მარტო სულიერ მდგომარეობაში შენზე, არამედ მატერიალურადაც, ესე ვიტყოდი. და 10 კვერთხები ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ეწევა იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია, ხო? ხა მე რომ მითხრა, რომ აწიე 300 კილო, ვერ ავწევ ფიზიკურად, ვერ შევძლებ ვთქვათ, ხო? მაგრამ შეიძლება 10 კილო ავწიო, ხო? აი რაღაც, მაგრამ თქვენ არ შეშინებიათ ამ ტვირთის და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა გაიარეთ, მაინც მოიკიდეთ ის ტვირთი, რომლის ტარებაც ძალიან ძნელი იყო თქვენივე ზურგით, რომელიც თან იმ გზაზე, სადაც ფიზიკურად არ იცით არ მიდიხარ და არ იცით რა შედეგზე გახვალთ, ხო? თუმეტეს თუ ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორებია გარშემო, ბევრი ისეთი ენები, ადამიანები, მდგომარეობა, რომელიც რთულად გადასალახით. კიდე რას მეტყვის თქვენზე? საკმაოდ თბილი, სტაბილური ადამიანი ხართ, რომელთანაც შეიძლება სასიამოვნო საუბარი, სასიამოვნოდ გაატაროთ, რომ სამეგობრო წრეში, რომელიც არის შეიძლება სამეგობროს შემკვრელი, ესე ვიტყოდი, ხო? უბრალოდ ადამიანი, რომელთანაც იცი რომ მიხვალ ესაუბრები და იცი რომ სწორ მიმართულებას მოგცემს, იცი რომ დაგეხმარება ყველაფრით, ხო? აი მოგცემს სიმშვიდის მდგომარეობას, აი ესე ვიტყოდი, ხო? სიმშვიდის მდგომარეობას, როდესაც ხვდები რომ აი ეს სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. აი ხარ თქვენ. არ ვიცი რატომ ხართ ესე, მაგრამ ძალიან გულნატკენი ხართ. ესე ვიტყოდი. თითქოს ნახეთ აი ამ გზებიდან გამომდინარე, აი ამდენი ტვირთიდან გამომდინარე და თქვენგან ამ ხელა ენერგიების გაცემისგან სამწუხაროდ უკან არ დაგბრუნებიათ, შეიძლება მეათედიც კი. და თითქოს ანუ სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, თითქოს რაღაცა სინანულის გრძნობა გაქვთ და აი საკუთარ თავთან ბრაზი და სინანული. ნუ არ ვიცი ხა რა სიტუაცია ვისთვის როგორ იქნება, იმიტომ რომ საჯარო მაინც, მაგრამ აქ არის ის მომენტი, გაცრავად ის მომენტი, როდესაც აი რა ხდება, რა მჭირს რაღაცა თქმა უნდა სამყაროს, მე მგონი თქვენთვის რაღაც სიახლესთან დაკავშირებით და ხო, აი იმ მომენტზე ხართ გაჩერებული და ის სინანული, რომ შეგეძლოთ უფრო მეტი გაგეკეთებინოთ საკუთარი თავისთვის. ცოტა ეგოიზმი რო ჩაგერთოთ და ცოტა ეგოისტურად რომ მოქცეულიყავით, შეიძლება დღეს აი ეს სინანული მდგომარეობა არ ქონოდათ. ცოტა მეტი გონიერება რომ ჩაგერთოთ, რა მხრივ ვიცით, აი ნახეთ ხა
1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 10 წელი და აი ნახეთ პერიოდულობით რომ გრძნობდით რომ თქვენი ენერგია მიდიოდა და სათანადოდ უკან არ ბრუნდებოდა, შეიძლებოდა რომ გემოქმედათ და გაგეკეთებინათ არჩევანი, ხო? შეიძლება ითქვას რომ აქ არის ის მომენტი, როდესაც ნანობთ რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ თავის დროზე, შეიძლება ითქვას და არასწორად, ხო, აი უფრო წარსულის მომენტებზე, რომ აი წარსულში გააკეთეთ არასწორი არჩევანი და თქვენი თავი შეიყვანეთ იმ ჩიხში, თქვათ, ეხლა რომელშიც ხართ, ხო, რვიან ხმლებით დაიწყო თქვენი ენერგიები. ანუ ჩიხი, სადაც თითქოს რეალურად არის გამოსავალი, არ არის ისე, მაგრამ მაინც არის ის მომენტი, რომ ნუ არ ვიცი უბრალოდ რა გამოსავალი, უკვე როგორი მომენტია ცით, რომ აი იმდენი დრო არის გასული, რომ აი რამდენად შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება, ცოტა რთულად ვხედავთ, ხო, აი ამ ყველაფრის გამოსწორებას. მოკლედ აი ესეთ ადამიანზეა გასვლა და ვნახოთ რა შემოვა უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. რა სიახლე შემოვა, ვნახოთ. ნახოთ აბა. აი როგორც ჩანს, არ ვიცი, თქვენი ასაკი, თქვათ ესე რომ მიუხედავად ყველაფრისა, რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, მოვიდა დრო, რომ ყველაფერი დაიწყოთ თავიდან. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერს უნდა მოკიდოთ თქვენ თვითონ ხელი. ნახეთ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში თქო. ეს არის გაანალიზების მდგომარეობა პირველ რიგში, რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების, თქვენი ემოციების პატრონი. რა შემოვა? შემოვა რაღაცა ემოციური მდგომარეობა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. პარტნიორთან არის დაკავშირებული. ძალიან კარგი. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ როგორც იქნა შემოვა სიტუაცია, რომელიც დაკავშირებული არის პარტნიორთან, ურთიერთობასთან, როგორც ჩანს, შეიძლება აქ სინანული იყოს ეს მომენტიც, რომ აი თქვათ, აღარ გადადგით მეორედ დაოჯახების კედ აღარ გაიხედეთ, ხომ, რაღაცა აღარ მოინდომეთ, რომ ოჯახი გქონოდათ. დასრულდება ის საბოლოოდ დასრულდება ის ილუზიები, რომელშიც იყავით, ის მარტოობის მდგომარეობა, ის რაღაცა ენერგია, რომ არ გაფასებენ, არ დააფასეს, შეიძლება ითქვას ის, რაც თქვენ გაქვთ, თქვათ, ნაკეთები, ხო, ადამიანებისთვის. აქ მე ესე ვიტყოდი, რაღაცა ინფორმაციაც შემოდის, რომელიც ახალ ენერგიებს მოგიტანთ. აი, ორი არკანი. აი, იცით როგორი მომენტი არის სიტუაცია, როდესაც არ ელოდებით, მაგრამ უეცრად მოხდება რაღაცა თქვენს ცხოვრებაში ცვლილება, რომელიც იქნება კიდევ ერთხელ ვძახი, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ვისთან შემოდის ეს ადამიანი, მაგრამ ესე ვიტყოდი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც მე გეტყვით, რომ შესაძლებელია ეს ადამიანს დიდხანს ელოდებოდა ვინმეს, ვისთანაც შეძლებდა თანაცხოვრებას, ურთიერთობას, რაღაცა ემოციების გაცვლას. თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის ახალი და სიახლე უახლოეს პერიოდში? ეს არის ძალა, რომელიც გაანალიზებინებთ, რომ იმაზე, რაზეც ნანობთ, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გამოასწოროთ. იმაზე, რაზეც ფიქრობთ, რომ ვერ მიიღეთ, ჯერ კიდევ არის ამის შანსი, რომ თქვენ ეს ყველაფერი მიიღოთ. აქ დასრულდება მარტოობის მდგომარეობა, აქ დასრულდება რაღაცა ილუზიური მომენტი, რომ აი აღარაფერი ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ესეთი სიტყვები, რომ
ნუ რაღა არის აწი აღარს არაფერი იქნება ისეთი კარგი. კი, იქნება კარგი, ძალიან უეცრად, ძალიან სპონტანურად ესე რომ ვთქვათ, იქნება ნაცნობობა, ურთიერთობა და თითქოს ეს ყველაფერი რაღაცა შეცვლის, იცით რა, თითქოს ეს სიტუაცია, ეს ნაცნობობა შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას, თქვენ ახალი ენერგიები, აი, ნახეთ, გამოიღვიძებთ მდგომარეობა, როდესაც არის გაჩერებული ლოდინის რეჟიმში და აი, რაღაცა არაფერი უკვე ხელჩაქნეული რო ვართ და როდესაც რაღაც შემოდის ესეთი ძალა და ენერგია და როდესაც ხდება ურთიერთგაცემა ენერგიების, აქ მერე უკვე იწყება ადამიანის თავიდან დაბადება, ხო, თავიდან რაღაცა შრომის ჩადება, მიზნების დასახვა და სურვილი იმის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. იცით რა არის, ნახეთ, აქ არის ისეთი მომენტი, რომ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ხელი შემშლელი ფაქტორის მდგომარეობა შეიძლება ნახეთ რა მომენტია კიდე შეიძლება რომ რეალურად იყოს თქვენს გარშემო, ხო, ისეთი ადამიანი, რომელიც საც უნდა ურთიერთობა, მაგრამ აქ როგორი მომენტი მიჩვენებს იცით, რომ ადამიანი რომ შემოვიდეს და ეს რაღაცა ენერგიები და თითქოს გამოცოცხლდეთ, თითქოს კი არა და ანუ ურთიერთობისკენ რომ წახვიდეთ, აი რაღაცა შიშის მომენტი გაქვთ. აი თითქოს კომფორტის ზონის დარღვევა ერთია და მეორე არის ის მომენტი, რომ აი ფარხმალი დაყრილის მდგომარეობა, მაგრამ აქ შემოვა თქვენს ცხოვრებაში ახალი ემოციები და ახალი ენერგიები, აქ შემოვა თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობის მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს რაღაცა მუხტი. მთავარი აქ ის მომენტი, რომ თქვენ არ მიუხუროთ კარები, მოდი ესე ვიტყოდი, ხო, ამ ენერგიას და არ თქვათ, რომ რა დროს ჩემი ეს არის. აქ იქნება შეიძლება ეს იყოს რაღაც მომენტი, რომ დაფიქრდეთ, რომ აი ეხლა რა დროს ეს არის, ხო, ჩემთვის რაღაცა თქვათ, აი გასაგზე ვისაუბროთ, იქ რაღაცა სიტუაციაზე ვისაუბროთ, მაგრამ რეალურად აქ თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. თქვენ თვითონაც უნდა გახსნათ ეს ენერგიები. აქ ძალიან დიდი ცვლილებები გექნებათ, ცვლილებები, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ენერგიას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგიხსნით გზას და მოიყვანს იმპერატორსაც, რომელიც იქნება შეიძლება ითქვას თქვენი ცხოვრების რაღაც ახალი ეტაპისთვის, ხო? და თან ნახეთ ეს ადამიანი თქვენ შესაძლებელია ეს იმდენად ჯიუტი ადამიანი იყოს, მოდით ესე გეტყვით, იმპერატორი არ არის მარტივი. იმდენად ჯიუტი ადამიანი იყოს, რომ თქვენ მიხვდეთ და სამყარო სხვა თვალით დაგანახოთ, ხო? აი, რაზეც ნანობთ, ზუსტად იმ სინანულის მდგომარეობას გაგიქარწყებთ, ხო, რაღაცა და აი დაგანახებთ, რომ არ უნდა აი რო ნანობთ, აღარ უნდა ინანო, უბრალოდ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, დაასრულო შენი მარტოობა და გადადგა ნაბიჯი. აი რაღაც ეს მომენტი არის. აქ თითქოს ფარდა ეხდება ახალ ვიღაცისთვის შეიძლება ის როგორი მომენტი იყოს, რომ აი თქვას, რომ თურმე აქამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის სიყვარული, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა არის ურთიერთობა. ხო, შეიძლება მითხრათ, რომ აი როგორ შეიძლება რაღაცა 60 წლის ადამიანმა და 55 წლის ადამიანმა რაღაც თუ მithumedes ქმარი ყავდა და ქვრივი იყო, როგორ დაქვრივდა, როგორ შეიძლება სიყვარულზე ავერ. ნახეთ, არის სამწუხაროდ ჩვენ და არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ ადამიანები დგავენ ნაბიჯს. ნუ ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობას ჰქონდა ის მომენტი, როდესაც
ну მოიტაცეს და რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, ხო, უკვე ისეთი მომენტია. კარგი ვარიანტია, უკეთესი რა შეიძლება იყოს. ზოგი ცოტა ისეთ დიდ ასაკში ხა სამწუხაროდ არის ხოლმე ეს მომენტი, რომ აი 25 წლის და კიდე სახლში ხარ და კიდე გაუთხოვარი ხარ და რაღაცა ვთქვათ ადამიანმა გადატკა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ან უბრალოდ მოიტაცა სულაც არ უყარდა და ვთქვათ ორჯერ გამარჯობა უთხრა და ადამიანმა ადგა და მოიტაცა, ხო? ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია და შესაძლებელია ეს სიყვარულის მომენტი აი რაღაც ეს ეიფორიის მომენტი არ ქონია ადამიანს და აი ეხლა მიიღებს აი მე ეიფორიას ხვდები და აი რაღაც ეს მომენტი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. კიდე რა შემოდის? დაბალანსება ენერგიის. აი ხო გეუბნებით რაღაცა განახლება, წარმატება, მარტოობის დაძლევა, დადებითი ემოციები და ენერგიები და ენთუზიაზმი, რომელიც თითქოს აი როგორი მომენტია იცით რომ არ ვიცი აი რაღაც ესე მომდის რომ ეს იქნება თქვენი მოდით ესე ვიტყოდი ეს ურთიერთობა რომელიც შემოვა ეს იქნება თქვენი რაღაცა მართლა აყვავების და გაყვავების პერიოდი. საკმაოდ კარგი ენერგიებით შემოდის ადამიანი, საკმაოდ კარგი ემოციებით. აქ უბრალოდ ერთი მომენტი არის, რომ შესაძლებელია, რომ აქ თქვენ ჩაუკეტოთ კარები, რომ ну, რა ვიცი, არ არის დრო თუ რაღა დროს ჩემი დროა თუ აი რაღაცა მსგავსი მომენტის მდგომარეობა ან ეხლა კიდე თავი და რაღაცის დაწყება არ მინდა, მაგრამ რეალურად აქ ძალიან კარგი ემოციები შემოდის. აი, იცით როგორი ემოციები შემოდის, რომელსაც აი 16-17 წლის ასაკში რომ სიყვარულის პეპლები დაფრინავენ, აი რაღაც ესეთი ემოციური მდგომარეობა შემოდის. ეხლა მე არ ვიცახი იმას, რომ რაღაცა პატარა ბავშვივით რაღაც, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აი შეიძლება ითქვას, რომ მეორე სუნთქვა გაიხსნაო, აი რაღაც ეს მომენტი შემოდის. ძალიან კარგი ენერგიები შემოდის, არ ვიცი, იმედია მოისმენს, ვისთვისაც არის ეს გაშლა და იმედია რომ დაწერს როდის როგორ განვითარდება მერე პერიოდი, რომელიც იქნება და მოდით აი სანამ დავასრულებ ესეთი დროის უახლოესი პერიოდი თქვი, მაგრამ მაინც მინდა როგორ ხედავ სამყარო ამ უახლოეს პერიოდს და რა მჭირს დღეს რაღაცა ყველაფერი ხელიდან რომ მივარდება რა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვან დღეს თქვენი ცხოვრების და მე ესე ვიტყოდი რომ მიუხედავად იმისა, იცით როგორი მომენტი, აი შეიძლება ითქვას რომ ადამიანი უახლოეს პერიოდში შემოვიდეს, მაგრამ სადღაც ოქტომბერში უკვე მივხვდეთ რომ ამ ადამიანთან გინდათ ცხოვრება, ხო? აი თქვათ აპრილში შემოდის ურთიერთობა, რაღაცა იწყება ურთიერთობა და სადღაც ოქტომბერში ხვდებით რომ ეს ის არის, რომელიც აი ნამდვილად გინდოდათ რომ გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა და მეტყვენ შეუღლება, ხო? ნუ ვიღაცამ შეგვიჯვარი დაეწეროს, ვიღაცამ ხელი მოწეროს, ვიღაცამ უბრალოდ თანაცხოვრებაში გადავიდეს, მაგრამ აი რაღაცა ესეთი შემოდგომის პირას, თუმცა შეიძლება ესე ვთქვათ, გაცნობის მდგომარეობა დაიწყოს აპრილის თვიდან.
მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, ძალიან გამიხარდება ყველას. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს გახარებული და ყავდეს თავისი ადამიანი გვერდით. გეტყვით იმას, რომ რაც არ უნდა იყოს, შვილებს ყოველთვის თავისი ცხოვრება აქვს და თავისი გზა აქვს და მარტო არასოდეს არ უნდა იყოს ადამიანი. შვილებს ვერ გაეკიდები და ვერ დააწვევი. შეიძლება მითხრათ, რომ აი აბაშვილისთვის გინდა და ასე შემდეგ. კი, შვილი უნდა მოგხედოს, მოგიაროს, დაგეხმაროს, პატივისცემაც გქონდეს, მაგრამ ესე რომ 24 შვიდზე შენთან იყოს, ვერ იქნება. და როცა ადამიანები ცოტა გაგეცინებათ და მეც ვიცახი ხოლმე, რომ აი ასე რაც უფრო მემატება წლები და ასე შევდივარ, ხვდები რომ ყოველთვის საჭიროა გვერდზე მყოფი, აი წყლის მომწოდებელს რო ეძახიან ხოლმე, ესეთი ადამიანი და შენი თანამოაზრე, რომელთან ერთადაც თუნდაც დებატებში შეხვალ რომელიღაცა თურქული სერიალის გმირთან მიმართებაში, ხო აი რაღაც ეს მომენტი. და ვიცახი ყოველთვის იმას, რომ გავაკეთე ის არჩევანი, რომელიც უნდა გამეკეთებინა ჩემს შვილებს თავის ცხოვრება აქვს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს. ანუ ეს აუცილებელი არის და არ არის ის მომენტი, რომ აი 20 წლის ასაკში გააკეთებ 25-ის თუ 30-ის თუ 40 წლის ასაკში თუ 60 წლის ასაკში არასოდეს არ მიაქცევთ ამას ყურადღებას. თავარი აქ არის ის, რომ ადამიანი ერთხელ მოდიხარ, ერთხელ იბადები, ერთხელ ცხოვრობ შენს ცხოვრებას და შენი ცხოვრება უნდა იცხოვრო და არასხვისი ცხოვრება. და არც შენი შვილები უნდა აცხოვროს შენი ცხოვრებით, მათ თავიანთი ცხოვრება აქვს და თავიანთი გზა აქვთ, ესე რომ ვთქვათ. მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს და გამიხარდება რა თქმა უნდა თქვენი კომენტარები. მადლობა კიდევ ერთხელ.